ზოგს გონია მაგას მეტი საქმე არა აქვს. ესეთებიც ვართ ქართველები. ეგო ამითო ფულს აკეთებსო, ისე აშენდა ხო, რა ვქნათ ახლა. იმიტომ არის მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და დღეს უკვე დაგვიდგა აი სერიოზული პრობლემა, ინვესტიციას ვეძახით რას, იცით? მოდით ახლა ვახსენებ გვარებს. მე გული არ მწყდება ხაინდრავაზე, არ მწყდება, თქვათ, აი ახალ წამოჩიტულია გამოუშვეს სახეთ დავით ქართველიშვილს, არ ვიცნობ ამას და გავიცანი, იმიტომ რომ რაღაც ერთი გუნდი ვართო მივიდა იყვიროდა და მე სულ მუდმივად მიდის ამის გამართლებაში, მისი რიტორიკა დაკავებული ამით, თუ როგორი კარგია არაბიზაცია საქართველოში. მე ამას სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ, ინვესტიცია ბჭყალებში იულისხმეთ თუ ახსენე და ეს არის პირდაპირი აი არაბიზაცია, იმიტომ რომ საქმე გვაქვს რასთან. ინვესტიციის სახით შეფუთულ ძალასთან პირდაპირ ვიტყვით, არაბულ ძალასთან, რომელიც ტრადიციულია ჩვენგან განსხვავებით. ხო არ გავიწყდებათ ეს ქართველები. ის თავის კულტურაზე დგას და მას თბილისი პირდაპირ გეტყვით რა, არაბულ კულტურაზე მდგომი ნებისმიერი შეიხისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა, მასწავლებლები ყავს ბავშვებიდან დაქირავებული და ჩვენგან განსხვავებით ესეთი ღარიბები, არაბები არ არის. იმიტომ რომ უმდიდრესი საზოგადოება ჯიბეში ჩაგვისვავენ ქართველებს 5 ჯერ გვიყიდიან და გაგვყიდიან. მოდით ესე მარტივად ვთქვათ ეს. ნებისმიერმა არაბმა იცის, განათლებულმა კაცმა თავის ისტორიოგრაფიის ცოდნამ, რომ ხალიფატის, მათი ისტორიული იმპერიის, ამ უზარმაზარი ტერიტორიის უკიდურესი ჩრდილო პლაცდარმი ქალაქი არის თბილისი, მაგრამ თბილისი მათთვის ასეთი სახელწოდებით ქალაქი არ არსებობს. ისინი ამ ქალაქს ფაითაკარანს ეძახიან. და შემდეგ აი აზიურ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა ქვეყნებში თქვა, მე ყიზილბაშებმაც შეიტანეს და რამდენიმე წყაროში წავწყდომივა, რომ ფაითაკარანს ახსენებენ. ეს არაბული ტრადიციიდან მოდის, იმიტომ რომ თბილისი მაშინაც ფაითაკარანი იყო, მათთვის ხმარობდნენ რუკებზე დაქონდათ ევროპელებს თბილისი ზოგჯერ წერდნენ და ასე შემდეგ სხვადასხვა ფორმით, რაც მოსალოდნელია, იმიტომ რომ ენობრივი სახეცვლილება ესეთი ტოპონიმებს ახლავს ყოველთვის, ხო, სხვადასხვანაირად გამოითქმება, მაგრამ ეს ფაითაკარანი თბილისი არა, ეს ჩვენთვის თბილისია. ეს დაკავშირებულია რასთან, ლეგენდას აღარ მოყვები, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ მაჰმადიანებისთვის მთაწმინდა, ჩვენთვის რო არის მთაწმინდა, მათთვისაც ახლა მომაყოლებთ ყველაფერს, მაგრამ პირდაპირ ენდეთ აღმოსავლეთ ცოდნის უბრალოდ კომპეტენციას, რომ ეს მაჰმადიანებისთვის არის ასევე წმინდა მთა. თქვენ ამას ყურადღებას საკუთარი კულტურიდან დაცილო ქართველებო არ აქცევთ და ის ამ მიზნებით მოდის. მას ეს მიწა უნდა, იმიტომ რომ ეს მისთვის არის აღთქმული მიწა, ჯერეთი უდაბნოებიდან წამოსული ოაზის პოულობს აქ, იმიტომ რომ ეს საოცარი ლამაზია და ამის ახსნას აღარ დავიწყეთ და ბევრი საოცარი რესურსით სავსე ქართველები რო არ ვაფასებთ, ხო და მერე მოდის აქ უზარმაზარი კაპიტალით, მოდის ძალიან დიდი გენოფონდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველებმა მე-19 საუკუნის ბოლოს უფრო აი 20-იან წლებამდე შევინარჩუნეთ კიდე ეს მატება დემოგრაფიული და მერე გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, კომუნისტების დროს იყო ჯერ ამაზე მთელი ამბავი და ეხლა ხო საშინელება, ახლა ამ დემოგრაფიულ მართლა ვარდნას დაემატა ის, რომ უზარმაზარი ემიგრაცია ყავს. და იქიდან რამდენი დაბრუნდება უკან არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ აქ, ჩვენი სახელმწიფო კარგად მომისმინონ, ვიზეც ამათ ლაპარაკი. დაკავებული ვართ იმით, რომ კუჭის გასაზღომად თურმე ჩვენ თლიანად უნდა ვთქვათ ქართველობაზე უარი, თლიანად მთელ ჩვენ 1000 წლებულების კულტურაზე, ტრადიციაზე და ქართულ სახელმწიფო თვითონ იდეაზე და ჩვენ სისხლზე, ხორცზე, სულზე, კულტურაზე ყველაფერზე შემოვისახლოთ დემოგრაფიულად მდიდარი ერები, რომლებიც მრავლდებიან, ღმერთმა გაამრავლეთ თავის ქვეყანაში. და აქ მალე თუ მეყოლება ერთი ბავშვი, მეყოლება 100 უცხოელი, აზიელი და ამას უცხოელ აზიელს დაჭირდება უკვე თავისი სკოლა და იმ ერთი ბავშვისთვის სკოლა აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ ის 100 აზიელი იქნება მთავრობის თავმჯდომარეც, პრეზიდენტის, პარლამენტარიც, ვაჭარიც, ბიზნესმენიც,
რა ვიცი, ისტორიოგრაფია აგერ ისა სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ მე რა მოხდაო, კაცო, ის 400 წელიო და უпроსორეთ ხაინდრავამ თქვა, იყვნენო და წავიდნენო და რა, გააფუჭეს რამეო. ეხა კაცი რო რეჟისორი ხარ და ასეთი დონის ცოდნით გინდა რომ რაღაც არგუმენტები გადმოაქვეყნო, ეს არის სამარცხვინო, იცოდეთ, შემოკარგებო და ეს არის მართლა ფსევდო ელიტა საქართველოს რო ყავს დღეს და რო ყიდის ორშაურად, ხო? მანჯავიძე საერთოდ საოცარ რაღაც თითქოს არ თან ესენი არის ხალხი, რომელიც საპირისპიროს ლაპარაკობდნენ სულ ცოტა ხნის წინ. სოსო მანჯავიძეზე მე გული მწყდება. ისე კი არ ლაპარაკობ რაღაცები. იმათსავ ლაპარაკობ, ვიცი ისინი ვინც არიან გამოგდებული ტიპები ასპარეზზე. თქვენ ხო ისტორიკოსი ხართ, ბატონო სოსო. მე არ იცით რასაც მე ვლაპარაკობ. და ამას რო ამბობთ, რომ უი არ არის საშიში თურქიზაცია, თურმე ამაში ბათუმში რაც უკვე სახეზე გვაქვს და თურმე არაფერი არ არის იქ რომ მოდელი გალახეს კაცო. იცით რას გეტყვი, თქვენ ახლა რამდენჯერ ამდგარ ხართ ფეხზე და ბახტრენების საღირძეო დაგილევეთ, რა უნდა იმდენ სიცოცხლე თქვენ ოჯახს და ეს ჭიქა და კაი ბიჭობა და ქართველობა რო იცით უფრასთან. გრძელი და ვრცელი ქართველობა, ხო? ეხლა მომისმინეთ კარგად. ბახტრიონი რატო დაიწყო მღვდელი გააუპატიურეს, არავის დაგვავიწყდეს ეგ და ნუცნურავის დაავიწყდება, რომ იმ ერებს, რომელსაც სახლში ვისაცხლებთ, ასეთი იდეოლოგიით არიან ისინი დაზრდილი. მათ თავის რელიგიური ფენაც ასე ელაპარაკება და საერთოდ ქართველები წეგან ფაითაკარანი მახსენი და სწორედ არაბული კულტურა როგორ უნდა უწოდო ქრისტიანს ზიმია. ასეთი ტერმინი იყო, ზიმიას გვეძახდნენ, იმიტომ რომ ეს იყო დამამცირებელი და იმის გულისთვის რომ ქრისტიანი იყავი, შენ უნდა გადაგეხადა გადასახადი. მაგალითად მეზობელ აგერ დღესაც ეგეთი განწყობებია, კაცო, გვივლია და ვიცით როგორ შეიძლება ხო დავანებოთ დღევანდელობას იქ თავი. ოსმალეთში რო გადავიდო, ჩვენ წერთ კაცო, აგერ ბოტანიკოსი წერს რა, ევროპელი მე-17 საუკუნეში მოდიოდა და თურქეთშიო ქრისტიანიო ვერ გადავადგილდიო, უკაცრიელ ადგილს ნატრობდიო, იმიტომ რომ ცხენით რომ მოვდიოდიო, უნდა ჩამოვსულიყავო, სადაც მაჰმადიანები დავინახავდიო, თავი დამეხარაო, იქეთკენ არ უნდა გამეხედაო და აი ესე დასადავებული ცხენით უნდა გავცდენოდი მათო. ეს არის ზიმია, ეს არის ქრისტიანი, ასეთი იდეოლოგიით მოდის ხალხი და ვიღაცა თოჯინა მინისტრი, აი თოჯინა რა, მორიგი თოჯინა უпроსორეთ, ივანიშვილის ან სააკაშვილის ამ მნიშვნელობად ესენი ერთნი არიან და ერთი ეტაპობრივი ანტიკართული საქმე აქვს. მთელი სახელმწიფოებრიობა ამათი გამომიგდებს ვიღაცა მორი კუკლიას და მიხსნის რომ თურმე იცი რა არის, მე დღეს ისე მიჭირს, რომ უნდა შემოვასახლო ეს მასა საქართველოში თავისი მთელი კაპიტალი თან სხვაგან და სოფლების სტრატეგიულ ადგილას ნაყიდე ხა ვიღაცა თუ ფიქრობს რომ შიდა ქართლში გაყიდული მიწა რა მოხდა მე მე მკითხეთ ეს რა არის შიდა ქართლის გულისთვის არის მთელი კავკასიური ომები ჯერ და ხელმძღვანელი კავკასიის გზაჯვარედინის ქართლი და თბილისი ცენტრია კავკასიის ამის ხელში წერა რას ლაპარაკობ რატო იყო გლეჯდნენ ხელიდან არაბებს ჯერ ბაგრატ მეოთხე და მერე დავით აღმაშენებელმა კაცო როდისა იყო ისეთი პრობლემა ქონდა შექმნილი დიდგორის მოგებამდე თბილის საერთოდ არ გაკარებია იქ აგენტურა ყავდა თავისი და ამბები მოდიოდა და ამზადებდა იმისთვის რომ ეს ტერიტორიაც გაენთავისუფლებდა გაეწმინდა ოკუპირებული არაბებისგან კაცო ხო და ასეთ რამესთან აქვს საქმე ისტორიკოსო მანჯავიძე რომ ამდგარ ხართ თქვენ დალოცვილო ამ გულაშვილთან ერთად და თეთრზე რო ამბობ ჩავე გონიოთ რომ ბნელა ამ ქვეყანას ჩემნაირი დაილიგე თუ პასუხს არ გაგწევენ აქ ეს გაუბედურებული ხალხი წერარად ჩამოვთვალე ტვინარეცხი რომ მიადექით და უკვე 30 ვერცხლი აღარ იცით საიდან ჩაიჯიბო თუ ჩემსავით შეშას შეხავთ სოფელში და იტლებთ ყველაფერს და იდეით ცხოვრობთ თქვენ ჰონორარის მართლა ეს აღარ მინდა გითხრათ და რაღაცა გიწოდოთ იმიტომ რომ შეხვედრა აღარ მინდა თქვენი დანახვა ისოს პატივსცემდი და გადავირიე იმიტომ რომ რამდენ ეს დასტად გაყიდული ეს ქართველი ინტელექტუალები იმათზე არაფერს ვამბობ ვინც გაჩვენებული ვინც არაფერს არ ამბობს ასეთ კონს
და რა გითხრათ ქართველებო, გონზე უნდა მოვიდეთ. ეხლა პარტიებს მიმართავ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ეს ნაპატიები პარტიები ეროვნული არიყით ყავდა ამ რეჟიმს. გაუმარჯოს ღმერთმა, პიროვნულად არავის არ ვეხები, მაგრამ მათ ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, როცა უჭირდა მართლა ქართულ საქმეს და ქართულ ქვეყანას, ქართულ ჩვენს ქვეყანას, მე არ მახსოვს მათი ქმედითი რაღაც პარლამენტის ის რაღაც გაპამპულებები მიდიოდა მუდმივად თემას 60 წელზე ზერელეს, რომ ის ნამდვილი ეროვნული თემა გადაეფარათ და იყვნენ წლების განმავლობაში ასე მშვენივრად ხელფასებზე და გამოვიდნენ იქიდან. ეხლა მოუწოდებენ ხალხს რომ შევიკრიბოთ. ეხლა კითხვის ნიშანი ჯდება ასეთების მიმართ. ჩნდება რომ შეიძლება ენდო ასეთ ადამიანს, ხო არ არის ეს ჰაერო ორთქლის გამოშვების რაღაც მექანიზმი. თუ არ ვიცით ეხლა ორს როგორ გვაშვებინებენ ქართველებს, ჩვენი ახალგაზრდობა იჭერენ, იმაშვებენ და ლიდერება დაუყენეს მართლა ამ რეჟიმმა დაუყენა ლიდერები, რომლებიც ამათ თითქმის აბსურდულ მოთხოვნილებებს აყენებინებენ ამ კავკასიის ცენტრში და მთელი უზარმაზარი მთავარი და მაცოცხლებელი პრობლემები, რომელიც ნადგურდება საქართველოში, როგორც ქართულ სახელმწიფოში, ესენი ხმას არ იღებენ. ამას ქვია ტელესპექტაკლი. შეიძლება ბევრი მაპატიოს იმ მართლა გულანთებულმა ადამიანებმა, ვინც იქ გავიდნენ, მაგრამ ეს ასეა სახელმწიფოებრივად და ეს არის დაფინანსებული ტელესპექტაკლი, რომელშიც გეტყვით რა 10 კაციდან ერთი ნაყიდი ყავთ და ის არის გმირად შეფუთავებ, უცებ დაიჭირეს, აუ ეს უქნეს, გავიგეთ ეს ყველაფერი. ციხეების გავლები გვაქვს. ჩემო ბატონო და როგორ გვიჭერდა ეს რეჟიმი? ხო და რა პირობებში ვიყავით იმ ციხეებში, ეს ეხა აქ არ მომაყოლოთ, ხო, იმიტომ რომ ვიღაცას ტელევიზიიდან აქ ეს ნანახი და მე აი ხო, მოდით ეხა რაზე შევთანხმდეთ, იცი ფხიზლად ვიყოთ თქვენჭირიმე. ხო, ამისთვის დავიწყე ლაპარაკი, რომ ფხიზლად ვიყოთ. ასე არ შეიძლება რაც ბრჭყვინავს ყველაფერი ოქრო გეგონას. გუშინ და გუშინ წინ აი ეს ადამიანები 2-3 ადამიანი ვახსენე და არ მიეყავთ ეგეთების რა. თქვენი სათაყვანებლები არ იყვნენ, თქვენ ამათ აქებდით, ადიდებდით, ბრმად ხდება ეს ყველაფერი, რომ ის ვიღაცა რეჟისორია, ის ვიღაცა ტელევიზიაში მე რატო არ ვზივარ ეთერებში? არ დაფიქრებ უხართ მაგაზე, ესეთი ადამიანები რატო არა ვართ იმ ეთერებში? იმიტომ რომ სოსო მანჯავიძეს არ შეუშალო ხელი და მსგავსთან მისთა, რომ ხალხი გამოატვინოს, მოატყუოს და იყოს რეჟიმის, აი ამ რაღაცა სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმის, რომელიც ვერ გაიხარებს თქვენი ჭირიმე. საქართველოში ეხლა თუ ვინმეს ამის განხორციელება უნდა, რომ 10 წელიწადში ჩვენ ვიყოთ დაახლოებით, აი მილიონი, ხო და ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს 10 მილიონი იმ ტრადიციაზე აღზრდილი და ჩვენდამე ასე დამოკიდებულების მიზნებით აღზრდილი, ხო ზიმიებისადმი საზოგადოება შემოყაროთ და ჩვენ აქ მე ეს მილიონი კაცი ჩავდგეთ გენოციდის ქვეშ და თქვენ აქედან ყველა აიბარგოთ. ისეაც მოგიწევთ აბარგება, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილის მილიარდები ეხა შეიხს აქ მეოთხედი სადღაც რო არ ახსოვს კაცო რა, ისეთი კაპიტალი შემოვა აქ და ვერ გაჭაჭანდება ვერც ქართველი მილიონერი პოლიტიკოსებზე აღარ მაქვს ლაპარაკი კაცო, იმათ ეხა ესენი უნდათ მეტისად გამოიყენებენ ვიღაცა შეიძლება იუდათ, რომ მართლა მტერზე უკეთესად გააკეთებს მტრის საქმეს, იმიტომ რომ ქართველებს ამის გამოცდილება ისტორიაში ჩაიხედეთ გვაქვს, ხო, ქართველი თუ გადაგვარდა მტერზე უარესია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ეს აქსიომაა და ამაზე არც ერთი ისტორიკოსი აღარ გამართობს საქმეს შეხედული. ხო და როდემდე უნდა გავაგრძელოთ ესე, თქვა, ჩვენი ბრალია, ამასაც შემოგვიტრიალებთ, ჩემო კარგო თანამოქალაქეებო და ჩემო აი გულანთებულო, ჩვენი ბრალია. ილია ჭავჭავაძე გითხრა, რომ მტერის არმცნობი მოყურის მგმობი, ხო, როდის არის, ესეც დიდებმა იმას რო ვიცოდეთ, მითო გვავიწყებენ ჩვენ კულტურას, რომ ესეთი არ იყო. ყვარყვარე თუთაბერი, ყვაჭი-ყვაჭანტირაძე, რამდენი ნაწარმოებია დაწერილი, ხო, აი ისეთი გმირები რა, რომელიც მედროეობას და მართლა უარყოფით პერსონას ვანახებენ და ქართველი როგორი არ უნდა იყოს იმას განახებენ. და მთელი მასობრივად დავემსგავსეთ ამ პერსონაჟებს. რატო? იმიტომ რომ დაგავიწყეს ეს და ის მწერლები თავისი შემოქმედებით იმ თაობებს აფრთხილებდნენ, რომ ასეთი ნუ იქნენ. იყავი ასეთი. თუ
თუ გინდა რომ ნორმალურად იცხოვრო და შვილი და ძირი და შთამომავლობა და ბედნიერი იყო და ასე თუ იქნები უბედური. ხო და ჩვენ ეს გზა აგვარჩევინეს, ხო ყველაფერი შეგვიქმნეს, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა სწორედ ასეთი პირდაპირ ვიტყვი არ მოვერიდები იუდა ინტელიგენციის ძალიან სერიოზული ნაწილის მაპატიოს ახლა ამ გამოთქმის ქვეშ იგულისხმებიან ისეთი მართლა ღირსეული დამსახურებული და მართალი ადამიანები. ამას არ გულისხმობ აი მათმა, ვინც აესე თქვენსავით სხედან და აპრავებენ ამ სიტყვას ვიტყვი, ვიხმარ, იმიტომ დღეს ეს გავრცელებულია ნებისმიერ რეჟიმს და რეჟიმის ნებისმიერ ანტიქართულ ქმედებას ან მიზნებს. ასე მდგომარეობაში როცა არის ძალიან მძიმე. ამდენი იუდა თუ ყავდა ქვეყანას, ბევრ ქართველს გაჩენია კითხო და იცით, რა ვიცი, ისტორიაში ვიქექები სულ და ადრე ასაკში რაღაც პროტესტი მიჩნდებოდა, იქ ჩავიხედავდი ქართველების საზიზღრობაზე ისტორიაში, მაგრამ დღეს ამას უყურებ ნაბარტყს. ეს ერთი ესეთი ღალატი სამშობლოსი, რომელიღაც ეპოქაში ჩადენილი დღეს არის 1000-ად ქცეული. ეს ხელობად გავიხადეთ ქართველებმა და ჩვენი მთელი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ემსახურება ქართველი ერის საზოგადოების და სარწმუნოების განადგურებას. სარწმუნოების, რომელმაც აი 1700 წელიწადი გამოგვატარა ქრისტიანული აბჯრით, რო არ ყოფილიყო მართლმადიდებლობა და სარწმუნოება, ჩვენ აი ანდერძია კარგად, ხო? დიდი ვახტანგის გორგასალის, რომ მოკვდით ქრისტესთვის, ხო? ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ გადარჩეთ როგორც ეთნოსი, ასე ვიტყვი, უფრო გასაგებად. სხვა აბჯარი ჩვენა მუდმივად, აი ბოლოს მაჰმადიანურ კალში, რაც განსაკუთრებით საქართველოს ბოლო საუკუნეებში იყო მოქცეული, სხვაგვარად ვერ გადავრჩებოდით. წარმოუდგენელი რამე ეს და დღესაც ჩვენი აბჯარი არის ჩვენი სარწმუნოება. ქართული კულტურა არის ქრისტიანული კულტურა. და ეს კულტურა ვერანაირად ვერ მოირგებს იმ მდგომარეობას, რასაც გვიმზადება. ჩვენ ვიყოთ უმცირესობაში და გაქრობის რეჟიმში უყუროთ ჩვენ თავს, როგორ დავილევით და როგორ ერთმა ძვირფასმა მეცნიერმა მითხრა და გული მეთქინა ერთხელ, კაცო, გურამო, ხო იცი რომ კულტურა ესე არ კვდებაო. ახლა მე რა ვქნა ის მიხაროდეს, რომ სადღაც თუშეთში ან სვანეთში რომელიღაცა ნამუსიანი და ტრადიციული ოჯახი შეინახავს ქართველობას, როდემდე და დანარჩენმა ყველამ ხელი ავიღოთ, სახელმწიფო გავყიდოთ, რო გაგვიჭირდება. ეხლა გადავიდეთ წინა საუკუნეებში, მაშინ ეხლა რო გაუჭირდებოდა ჩვენ წინაპრებს შიმშილი და გაჭირება უნახავთ, იმდენი არ დასიზმრებია თქვენამდე საქართველოს, აი რაც მოვყვები იმ პერიოდიდან 1.35 წელიწადი რა გვჭირს. რაც იმათ, მაგრამ რა უნდა ეკნათ ეს ნაჭერ დაეყიდათ მიწები, რომ მობძანდით დასახდით, ოღონდ მე გამომყვები სანამ ცოცხალი ვარ და სანამ შემჭამ, ასეთი პოზიციით უნდა მივუდგეთ ამას. კი ბატონო, ეს ადამიანს მიგვიყვანს ძალიან მალე გამოჩნდება. ვინმეს თუ გონია რომ საქართველოში ბევრი ფული წყვეტს უკვე საქმეს, ბევრი ფული აქამდე წყვეტდა, როცა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეთ ერის სწორედ ამ დაფინანსებით. რაც საქართველოში ანტიქართულ საქმეში ფულია ჩადებული, იმდენი სიცოცხლე ჩემშვილებს. რაც აი დღესაც იდება და მუშაობს, ეს კაკაფონია ჩართული თავის მედიით და ფსევდო კულტურით, რაღაც მას კულტურით და რაღაც კლუბურ დონეზე დასული და მართლა ნარკოტიკების, სექსის და ქვენაზე გზნობებზე დასული ფასეულობებით, რასაც ეს რეჟიმი გვთავაზობს, თუნდაც მამული ენა სარწმუნოებით მოვიდნენ ამ დროს ეხლა ამ ლოზუნგით და უცბად პირდაპირ გვეუბნება, იცით რა, ისე გაგვიჭირდა ეხლა თურმე ქართველებს, რომ მოდით რა, თავი მოვიკლათ რა, სანამდეც გვეყოფა ეს ფული, გვეყოფა სადამდეც არა და მოდი მე ნუღა ვიქნებით რა მოხდა. იცით რა მინდა გითხრათ, აი მოვამთავრებ, იმიტომ რომ გამაგრძელდა არ და სალაპარაკო იმდენი მაგ არ დამელევა რა თქვენ შემოგულება. გეტყვით პირდაპირ, გონიერად იყავით და ქუჩაში ორთქლის გამოსაშვებად, ნუ გაბედავს ნურცერთი პოლიტიკოსი ხალხის გამოყვანას.
თორემ ვინც ასე მოიქცევა, აი ესე ჩამოიხსნის ნიღაბს, როგორც აი ტიპებმა ჩამოიხსნეს, ეხლა რო ვლაპარაკობდი მაგაცი და ხელის ჩამორთმევა კი დანახვა არ შემიძლია, მაგრამ აი რო შევხედავ ეკრანზე მერევა უკვე გული ასეთია იუდას ხვედრი. ხო და მოდით თქვენს გეუბნებით პოლიტიკოსებო, რომ იყავით იდექით ფეხზე. თუ ვინმეს მართავს ამ ქვეყანაში, იცოდეთ, რომ ეს მართვადობა უკან დაუბრუნდება ყველას, იმიტომ რომ ხალხი უკვე აღარ მოთხოვდა. ამას, რომ თვითმკვლელობის რეჟიმიდან უკვე მკვლელობის რეჟიმში გადაიყვანო ერი, აღარავინ აღარ მოითმენს და დღეს ფიქრობდი და დამეთანხმება ყველა ქართველს აქ ორი უკიდურესობა. ასეთ მდგომარეობაში, როდესაც მიყავთ უკიდურესობამდე, ხო სანამ მღვდელს არ გაუპატიურებენ, მაპატიეთ ასე რომ ვლაპარაკობ. უდიდესი მოთმინება, უკიდურესი მომთმენია ქართველი. და მე მათ საყურადღებოდ ვამბობ, ვის აი ამას აკეთებს საქართველოში დღეს როდესაც ვილაპარაკებ, მე ხდება ქართველი მეორე უკიდურესობა ეწყება და ხდება უსასტიკესი და დაუნდობელი. ეს ყველაფერი წინა გვაქვს. თუ ამ ქვეყანაში ვინმე დაფიქრდება იმაზე, რომ მარტო ფულის გონიერ ხალხზე ვამბობ, ხო, აი სოსო მანჯავიძის მიმართავ ისევ, იმიტომ რომ საზომი თქვენ ახარ და რა ველაპარაკო გურამ ფალავანდიშვილს 9 ჯერ გადაკითხულს და გვერდჯერ გამეყიდა თხასავით კაცო იმ კაცს. თქვენზე ვლაპარაკო, ხო, მოგეკითხებათ და მითო. ხო, დაფიქრდით რა საკეთებთ, რა. მარტო ჰონორარი და კეთილდღეობა რისი გულისთვის თუ ესეთი კომპრომატები აქვს კაცო თქვენზე. მე არ ვიცი რა გმართავთ, რა ძალა, მაგრამ რაც არის მამული ენა სარწმუნოება, იმაზე დიდი ფასი არაფერს არ აქვს ამ ქვეყანას. არაფერს. არც ერთ ოქროს და არც ერთ თვალმარგალიც აქლემის ქარავნებით მორთმეულს არაბეთიდან და სხვა აზიის კუთხეებიდან. დაგემშვიდობებით ქართველებო ეხა. ხიზლად ვიყავით რა. გონიერი ხალხი, ერთგული ხალხი ამ ქვეყნის რო გელაპარაკებათ, ნუ ამოუფარებთ წინ, აი წერა რომ მქონდა ამათ ელაპარაკი, რომ ამათთან რატო არ ახართ, რატო არ ერთიან, ამათთან ვერ გაერთიანდეთ, ეს ნამართი ხალხი. ხო და მე კიდე მიმართავ პატიოსამ პოლიტიკოსებს, მე ვიცი, მე სულიერი ურთიერთობა მაქვს ერთ-ერთ მათგანთან, იმდენად ერთსულოვნები ვართ. და იმდენად ვიცი, როგორ ჩამოგვიყალიბდა ჩვენ წინ გაიზარდა ეს პოლიტიკოსი, რომელიც მარტოა და ასეთები მარტო არიან. მიაქციეთ ყურადღება გონიერ ხალხს, მათ ქმედებას. თუ ადამიანს ლაპარაკს ქმედება არ ახლავს, კი ბატონო, მე აქედან რომ წავალ ხარ რომ დაგემშვიდობებ. აი ნახეთ, მისახედი მაქვს ქართული საქმე. ზივარ სახლში და ვმუშაობ. მე ჩემელა გულზე ხელები დავიკრიფო, მაგრამ ქუჩაში რომ ხვდებიან ბავშვები, მეუბნებიან, რომ ისე მესიცოცხლე და ჩემ მოთქმას, რასაც ახლა სიმართლეს ვამბობდე, თქვენგან ვისწავლე საქართველოს რა არის ამ მართლა ანტიქართულ განათლების გარემოში და კულტურის ბრჭყალებში. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო, იმიტომ რომ თაობაში სწორედ დღეს ვიდეოს გადააქვს, იმიტომ რომ ბავშვები ვეღარ კითხულობენ, აღარ კითხულობენ. ვიდეო ეპოქაა და ეს არის ჩვენი რწანისი და დიდგორი ჩემი წილი და ჩემნაირების წილი, სხვებიც აკეთებენ, ვინც გემოვნებით აკეთებს და მართლა ისტორიკოსის კულტურით მივესალმები და ქეცვიხრი მათ წინაშე და არაფერი რა იარაღიც აქვს ადამიანს ხელში, იმით უნდა იბრძოლო დღეს ისეთი დროა. მოგიწოდებ ბრძოლისკენ ქართველებო, ჭკვიანი გონიერი ბრძოლის და არა ორთქლის გამოშვებისკენ რა და ვიღაცების აყოლისკენ, რომ მე ვიღაცის იმაზე დანიშნულმა რაღაც იქ მიტინგის გმირმა ბრჭყალებში იდირიჟოროთ და აბა ვეკვეთოთ ეხა მტერს და ესა და გამოგაშვებეთ ბოლო. არის ყო ეგრე კაცო, მიშას წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი, ლიდერები, ავიც იგლეჯდნენ ყველაფერს და ბოლოს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მილიონი ჩაახუტეს ბიჭებს და გაქრენ იქიდან, დატოვეს ეს ხალხი ქუჩაში. არა, გაქვთ მაგალითები, თუ რამე არ ყოფილა, არ მომხდარა ამ ქვეყანაში, რომ ვერ გაიაზროთ, თუ ემოცია მარტო რომ იმას ქართველო ხელი ხმალს იგა არ აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები ასე სულელურად საქმეებს, იმიტომ რომ არ ქონდათ სასულელოდ საქმე, რა ისეთ დუღილში იყო მუდმივად საქართველოს და დღეს თუ რამე ყოფილა,
დღეს ყველაზე მძიმე დრო გვიდგას, იმიტომ რომ აღარც სოფელი გვაქვს, აღარც გლეხი გვესდება, მიწის მომხანელი. ესეც ჩვენი დამსახურება, პრინცესება და პრინცებად რომ დაზარდეთ შვილება, უიმე ოდნავ ფული რო იშოვეთ და ფუფუნება რო გაუჩინეთ და იმის საშუალება მოუსპეთ, რომ თვითონაც შეძლოს, უნარი ქონდეთ თქვენსავით, რომ იშოვოს და გააკეთოს რაღაცა. არაფერი აღარ შევირჩინეთ. აქედან დაწყებული შემოbrunება რო დაიწყოს, ეხა იმაზე რომ ვილაპარაკო, ალბათ დილამდე ვისაუბრებთ, რა ჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ აი ამ ჭაობური მდგომარეობიდან ამდენი თვითმგრევის შედეგად გაფუჭებული და გაეოხრებული გარემოსგან ამოვიდეს და სახელმწიფო რაღაცას დაამსგავსოს. თან ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, როცა უკრაინაში ომია, აქედან რა საშიშროებები მოდის, სამხრეთიდან რა მოდის, ამერიკა რა და აი რაც ჩრდილოეთ სულ ყველა მხრიდან. ჩინეთი ძლიერდება კი არა, გაძლიერებულია და უკვე მეორე პოლუსი შექმნა. ასევე ქმნის რუსეთი თავის პოლუსს, ეს მრავალპოლუსიანი მსოფლიო ინგრევა და ამ ნგრევის შედეგი პროცესები ეს ყველაფერი რაც ჩვენთან ტრიალებს. იცით რატო? უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან და თუ ქვეყანას არ უპატრონებთ, დაეპატრონება სხვა. არ გაბრძანებთ.